ოცნების სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროტესტალური აქციების მონაწილეს და ნაციონალური მოძრაობის წევრს ბრალდება გადაუკვალიფიცირეს. ის იმ მუხლით გაასამართლეს, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობდა. არადა კადრებითაც დასტურდება, რომ კაცი თავს იცავდა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, როცა პოლიციელს ხელი მოუქნია. ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ დაზარალებული სტატუსის მქონე პატრულ ინსპექტორმა ანატოლი გიგაურს პირველმა დაარტყა მუშტი სახეში. პროტესტალური აქციების მონაწილეს დაკავების შემდეგაც გაუსწორდნენ ფიზიკურად, მას დაზიანებები მიაყენეს, თუმცა არავინ დასჯილა. ლიზი ვეკუა მუშაობს საქალაქოში, რომელიც დეტალებით აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ახლა რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება ანატოლი გიგაურის საქმეზე, სადაც გავიგეთ, რომ 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მას, გადაუკვალიფიცირეს მუხლი პოლიციელზე თავდასხმიდან 353 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ქმედებაც, რომელიც არის წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა პოლიციის თანამშრომლის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან სხვა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ანატოლი გიგაურს 2 წელი მიუსაჯა ჯვებენ აჭყებიამ. მანამ სანამ გადაწყვეტილებას მოვისმენდით, ანატოლი გიგაურმა ისაუბრა კვლავ მის ვიდეომტკიცებულებებზე, საქმეზე. მან თქვა, რომ საქმეში და ვიდეომტკიცებულებებში კარგად ჩანს, რომ მას არანაირი ბრალი მისთვის არ უნდა წარედგინათ, რადგან ის იგერიებდა პოლიციის ინსპექტორმა, პატრულ ინსპექტორმა მას სახეში გაარტყა, რაც კადრებში ნათლად ჩანს და სწორედ ამის გამო ანატოლი გიგაურმა მისი მოგერიების ფარგლებში იმოქმედა და ამას ედავებიან მას, ამის გამო მიუსაჯეს მას 2 წელი. მის საბოლოო სიტყვაში მან ახსენა ისიც, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს რამდენჯერმე, სანამ მიიყვანდნენ იზოლატორში, თავად ამ პოლიციელმაც მასზე ფიზიკური ძალა გამოიყენა და პირიქით ეუბნებოდა მოსამართლე ჯვებენ აჭყებიას, რომ ეს ადამიანები უნდა დასჯილიყვნენ და ის არა, რადგან ის იბრძვის მხოლოდ საქართველოს მომავლის და ევროპული მომავლისთვის და ამიტომ ისჯებოდა. სწორედ ანატოლი გიგაურმა თქვა, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ის იმის გამო ისჯება, რომ მონაწილეობდა პროევროპულ აქციებში. რაც შეეხება ანატოლი გიგაურის ადვოკატის პოზიციას, ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ საქმეში არიდო ის მტკიცებულება, რომ თითქოს ანატოლი გიგაური ესხმის თავს პოლიციელს და სწორედ ისიც ამბობს იმას, რომ ანატოლი გიგაური იგერიებდა მოძალადე პოლიციელს, რაზეც წესით უნდა გამოეყენებინა ჯვებენ აჭყებიას გამამართლებელი განაჩენი, თუმცა ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ ამის მოლოდინი მას არ ჰქონდა. ამბობს იმასაც, რომ გააგრძელებს ამ საქმისთვის ბრძოლას და გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში. ლაშა ცუცქირიძე ამბობს იმასაც, რომ ანატოლი გიგაურის საქმეში პირიქით მოძალადე პოლიციელები უნდა დასჯილიყვნენ. ჩვენ ვესაუბრეთ ანატოლი გიგაურის ოჯახის წევრებსაც, მისი მეუღლე ამბობს, რომ ამ სასამართლოს პირობებში მას არ ჰქონია კარგის მოლოდინი, თუმცა ამბობს იმასაც, რომ 2 წელის მისჯა სჯობდა, ცხადია 4 წლის მისჯას. ანატოლი გიგაური უკვე დაახლოებით 9 თვეა, რაც ციხეში იმყოფება, ამიტომ მას დაახლოებით 1 წელიწადში მოუწევს 1 წელიწადში და 3 თვეში მოუწევს ციხის დატოვება. რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, კერძოდ ბრალად წარდგენილი მუხლი, რაც ჰქონდა ანატოლი გიგაურს, 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი პოლიციელზე თავდასხმა, გადააკვალიფიცირა 353 მუხლზე, ანუ პოლიციელზე წინააღმდეგობა, რასაც თან ახლავს ძალადობა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ არ დადასტურდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით. კერძოდ, ანატოლი გიგაური არ არის თავდამსხმელი და ანატოლი გიგაური არ დასხმია თავს პოლიციელს. შესაბამისად, უნებრივია ესეთ პირობებში მოსამართლემ ვერ მიიჩნევდა იმას, რომ სახეზე იყო პოლიციელზე თავდასხმა. რაც შეეხება მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთგვარად ნაწილობრივ შეფასებული იქნას მათ შორის პოზიტიურადაც, ბუნებრივია ჩვენ მაინც ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან თვეების განმავლობაში ვამტკიცებთ იმას, რომ გიგაურმა მოქმედება განახორციელა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის ვერ იქნება ეს ვთქვათ შედეგი. სავარაუდოდ მოსამართლემ არ შეაფასა ეს მოქმედება, როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებულ მოქმედებად, რაც რა თქმა უნდა არის დაუსაბუთებელი ნებისმიერ შემთხვევაში. საინტერესოა ჩვენთვის მოსამართლე როგორ დაასაბუთებს ამას განაჩენში, ვინაიდან ხელის გულზე აქვს ფაქტობრივად კადრები, თუ როგორ უტყავს ჯერ პოლიციელი გიგაურს და 2-3 წამის შემდეგ როგორ იქნებს გაშლილ ხელს გიგაური პოლიციელის მიმართ. ბუნებრივია, ასე ვთქვათ, 4 წელსა და 2 წელს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, ვიღაცისთვის პოზიტივია, თუმცა ჩავიბარებთ, რა თქმა უნდა, დასაბუთებულ ნაწილს განაჩენისა და რა თქმა უნდა, გიგაურთან შეთანხმებით აუცილებლად გავასაჩივრებთ.
ანატოლი გიგაურს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. ის 25 ნოემბერს დააკავეს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას და მას დღეს ჯვებენ აჭყებია მოსამართლემ ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.